დღეს დაიდო რუსეთის მთავარი იდეოლოგის დუგინის განცხადება, ხო, სადაც ის იძახის, რომ ჩვენ რუსები არ ვაღიარებთ საერთოდ და არ წარმოგვიდგენია საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ხო? და წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ახლა, როგორც ქართული ოცნება იძახის, რომ აი ამ ადამიანებს დაუჭდეთ ჩვენ მაგიდაზე, დუგინისნაირ ადამიანებს, პუტინისნაირ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ხოცავენ ბავშვებს და ეკლესიებს ბომბავენ და უდანაშაულო მოქალაქეებს რაკეტებს ესვრიან. ამ ადამიანებთან როგორ შეიძლება დავჯდეთ ჩვენ სალაპარაკოდ და მოლაპარაკებისთვის და შევეხვეწოთ და ეს მუდარა დაუწყოთ, ხვეწნა მუდარა დაუწყოთ, რომ აი დაგვიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები. ხო, ეს არის სიცოცხლე, ეს არის ტყუილი, როდესაც ქართული ოცნება იძახის, რომ ისინი ვითომ იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს. არა, პირიქით ქართული ოცნება, აი ამას ცდილობს ზუსტად, რომ საქართველოს დაასუსტოს და რუსებს მისცეს იმის საშუალება, რომ აი ესეთი ამაზრზენი განცხადებები გააკეთონ, როგორც დუგინმა გააკეთა. ხო, აი რუსებს აქვთ იმის საშუალება აი ქართული ოცნების პირობებში, რომ მათ თქვან, რომ აი ჩვენ საქართველოს არც კი ვაღიარებთ როგორც სუვერენულ სახელმწიფოდ. ერთადერთი გამოსავალი საქართველოს გადარჩენის არის მოძლიერება, მყარ პოზიციაში ყოფნა, დასავლელ პარტნიორებთან დაახლოება, ევროინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. საქართველოს ყოველთვის იბრძოდა საკუთარი სუვერენიტეტისთვის და მე მჯერა, რომ რუსეთს არ დაუთმობთ არც ერთ ჩვენს ტერიტორიას.